მიმღების მადლიერება გამღებს უმეტესი ძღვნის გაღებისათვის განაწყობს. ანუ რამდენადაც მეტად მადლიერი იქნები, ღვთის წინაშე მეტ მადლს მიიღებ. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მადლიერება მცირედშიც. მაგალითად, რომ სუნთქავ, რომ გული გიცემს, რომ ხედავ, რომ აზროვნებ, რომ პატარა წყალობა გაქვს, რომ ლუკმა პური გაქვს, რომ თავზე ჭერი გაქვს, რომ არ ქცივა და ასე შემდეგ მინიმალურზეც კი მადლიერება უნდა ვისწავლოთ. აღარ ვლაპარაკობ რწმენაზე, აღარ ვლაპარაკობ ეკლესიაზე, აღარ ვლაპარაკობ ზიარების უფლებაზე. მადლიერი ვერ ისვენებს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულის მდუღარებით ცხოვრობს, იმიტომ რომ განა როგორ უნდა გადაუხადო ღმერთს მადლობა, განა როგორ უნდა გამოხატო მადლიერება ღვთის წინაშე ისე, რომ შენ დაკმაყოფილდე რანაირად. რა უნდა მიართვა ღმერთს სანაცვლოდ სიცოცხლისა, სანაცვლოდ რწმენისა, სანაცვლოდ მარადიული სიცოცხლის პერსპექტივისა, სანაცვლოდ იმისა, რომ მისი შვილი უნდა გახდე და მადლით ღმერთი და მისი მემკვიდრე ამ სამყაროში, სანაცვლოდ რა უნდა მიართვა? სანაცვლოდ იმ სიხარულისა, იმ მომავალი სიხარულისა, რომლის წარმოდგენას არ შეგვიძლია, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს მენია და არც გულს არ შეხებია.